ბევრმა თქვენგანმა ალბათ ნახა ვიდეო კადრები კი არა მასალა როგორ აგინებს ზელენსკის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკრაინაში ყოფ ქართველ ჯარისკაცებს ბანდიტი ვინმე თიტო სამხარაძე საქართველოს პარლამენტის დე-ფაქტო პარლამენტის წევრი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი ან ფეხი ასე ვიტყვი რომელსაც რამდენადაც ვიცი მას წაშლილი ვყავარ Facebook-ზე მაგრამ რამდენადაც ვიცი ეს პროფაილ ფოტოთ თუ ავატარის ეგრეთ წოდებულ ფოტოთ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფოტო აქვს დაყენებული ისეთი უშვერი სიტყვებით აგინებს რომ სიმართლე გითხრათ ახლა კი მე ვეძებ ვიდეოს და ვერ ვნახულობ მაგრამ საბოლოო ჯამში ვიპოვი რა უნდა ამ ვიდეოს პოვნას ბევრს აქვს გაზიარებული რომ ამ ვიდეოს გაზიარებაც კი არა ჩვენებაც კი არ მინდა თქვენთვის მიუხედავად იმისა რომ სწორედ გინების დროს ოსა შეურაცხყოფელ სიტყვებს წარმოთქვამს ფორმულას ყოველ შემთხვევაში ასე აქვს გავრცელებული რომ ეს ეგრეთ წოდებული ხმის ჩამხშობი კი არა ხმის ხმარი გადადებული ეგრეთ წოდებული ტუს რო ვეძახით ჩვენ ეს და შესაბამისად არის მის უშუალოდ დედის გინება თიტოია სამხარაძეზე და ამ ბანდის წევრებზე ეს ამათ მიერ მიღებული კანონები არ მოქმედებს მათ არ უნდა შეაგინო კანონების თანახმად უკანონო კანონების თანახმად თორემ მათ კი აქვთ ჩვენი უკლებლივ ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფის უფლება და ეს უკანონო კანონი რომ არ იმუშავებს ამის ნათელი დასტურია ის მეორე მხრივ რომ მოქალაქეები რომლებიც აქამდე კი ბატონო თუ გნებავთ ასე ვიტყვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ბანდას მონას ეძახდნენ უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ეპითეტით ამკობდნენ ბანდის ცალკეულ წევრებს ხო ეს მოქალაქეები არ ჩერდებიან მათ შორის არც ჩემი კოლეგები ყველას უდასტურებ პატივისცემას რომლებმაც ამათ უმრავლესობამ ყოველ შემთხვევაში სასამართლოზე მისვლისაგან თავი შეიკავა და ღია დასთქვეს რომ თუ რამე გინდათ იცით სადაც უნდა მოგნახოთო ასე მაგალითად ვახოსანაიამ და სხვებმა რატომ ყვები ამას ეხლა რატომ გიამბობთ ეს ქართული ოცნება მსყავს მომჩივანი დეპუტატები 1 2 7 არ ვიცი 15 და შეიძლება 99 და ისინი სარჩელზე კი შეიტანენ მაგრამ საბოლოო ჯამში აკითხარით რომ კანონი არ მუშაობს არ იმუშავებს და დარჩებიან ასე ხახამშრალები და თიტო სამხარაძე გოდიშ ვიხდი თიტო სამხარაძის გარდა თიტო სამხარაძის დაუსჯელია ეს ფაქტია თიტო სამხარაძის გარდა საჯარო პირი გიორგი გამსახურდია ასევე მძიმე სიტყვებს ამბობს დღეს დაპატიმრებულ და სასჯელ დაკისრებულ მათე დევიზეზე ახალგაზრდა კაცზე რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ არის დაჭერილი და აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით მას 4 წელი და 6 თვე შეუფარდა კლანის ბიძინა ივანიშვილის კლანის სასამართლო მაგრამ ჩემი ვიდეო ბლოგი ამ თემას ხო ეხება და კიდევ სხვა თემას ეხება ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო მე მინდა ვკითხო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მყოფ პირებს აი ვინც ახლა არის თავდაცვის უწყებაში ახლა ჯერაც არის თავდაცვის უწყებაში ან ვინც რამდენიმე ხნის წინ იყო მაგრამ 2008 წელს კი ნამდვილად იყო და მე უკვე წამოვიდა მიზეზთა გამო პირებს რომლებიც არიან ნამდვილად საამაყონი გულზე ხელი დაიდეთ პროფესიონალ ჯარისკაცებს სამხედროებს გულისხმობ ოფიცრებს პირველ ყოვლისა გულზე ხელი დაიდეთ და თქვით საკუთარ თავს უთხარით რამდენი მეგობარია თქვენი ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში რამდენი აი არიან თუ არა ყველაზე გავრცელებულ გვარსახელებს ვიტყვი ხო ასე მაგალითად ქუფარაშვილი არის თუ არა თქვენი მეგობარი ნაცნობი თუნდაც იდექით თუ არა იბრძოდით თუ არა ქუფარაშვილთან ერთად მხარ და მხარ არაერთ საომარ ოპერაციაში იღებდით თუ არა მონაწილეობას ასე მაგალითად მამულაშვილი მამუკა ასე მაგალითად სხვების გახსენება შეიძლება ცხადია ასე მაგალითად ქურაზბედიანი და ეს მე ყველაზე ცნობილი სამი გვარი
ანუ ნადირაძის შემილია გავიხსენო, ყველაზე ცნობილი 4 გვარი გავიხსენე. მაგრამ იქ იბრძვის თქვენ ჩემზე უკეთ იცით დაახლოებით 3000 მებრძოლი და ამ 3000-დან არ ვიცი 2990 სწორედ ომგამოვლილია თქვენთან ერთად მხარდამხარ. აი ამ დიტო სამხარაძემ ბანდიტმა ისინი დღეს ძალიან შეურაცხო. და შესაბამისად ეს შეურაცხყოფა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში გეხებათ თქვენს. ერთის მხრივ ხო თითქოს მიზანმიმართულად შეურაცხყოს სწორედაც რომ უკრაინაში ვინც იბრძვის ისინი, მაგრამ მეორეს მხრივ გულზე ხელი დაიდეთ და როდესაც მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, თანამებრძოლს შეურაცხყოფენ და თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით, ჩემზე კარგად უწყით, როცა მეგობარს, ახლობელს, თანამებრძოლს შეურაცხყოფენ, ეს პირდაპირ თუ ირიბად გეხებათ თუ არა თქვენს. უფრო სხვაგვარად რომ ავხსნა. რამდენ თქვენგანს უფიქრია, ვინც არ ახართ ახლა უკრაინაში წასულები, რომ გარემოებები ისე რომ აწყობილდალაგებული იყო თქვენს როგორც პროფესიონალები და თქვენ ხართ აბსოლუტურად კარგი კონოტაციით კასტა, რომელსაც პატივს უნდა ვცემდეთ ყველანი და ვცემ ხოლმე მე პატივს. ჯარისკაცები რომ მოდიან აი ავტობანზე რო შეგხვდებიან დიდ ავტომობილებში, მეც და ჩემს ოჯახსაც გვაქვს ესეთი ტრადიცია ქვია ალბათ ამას, ხო ესეთი წესი უფრო სწორად, ხო? საყვირით ვეგებებით ხოლმე და ხელს ვუქნებთ ხოლმე. ჩემი ვაჟი სანდრო სწავლობდა სამხედრო ლიცეუმში ქუთაისში. და არ ვიცი ყოველ კვირა თუ არა, 2 კვირაში ერთხელ ვსტუმრობდით და იქაურ ოფიცრებს ამ სალმით, არასწორი სიტყვა, პატივით ვეგებებოდით და ვიცნობდით თითოეულ მათგანს და ვიცნობ კიდეც ასე ვიტყვი. გამოსაშვებ ამ 2 წლის წინ, ხო? დაახლოებით ამ პერიოდში ივნისში როდესაც ჩავედით, იქ თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილეც იყო სხვაშორის ჩამოსული, ისიც მომესალმა და მეც მივესალმე და რასაკვირველია თითოეულ ოფიცერს ესე დავუარე და ხელი ჩამოვართვი და მადლობა გადაუხადე მათ შორის, არა მხოლოდ იმიტომ რომ სანდროს პედაგოგები იყვნენ ისინი, არამედ იმიტომაც რომ მათი 99% 2008 წლის ომში იბრძოდა. მათ არ გულისხმობ კონკრეტულად, საერთოდ არავის არ გულისხმობ კონკრეტულად, თუმცა სამხედრო პირებმა კი იციან რომ ასე 10 ოფიცრის ჩამოსახილება კი შემიძლია მინიმუმ რასაკვირველია. ხო და კითხვა მაქვს, შეიძლებოდა თუ არა გარემოება დალაგებულიყო ისეთი ვითარება დალაგებულიყო თუ ვითარება შექმნილიყო, რომ თქვენი მეგობრების, თანამებრძოლების 2008 წელს თანამებრძოლების მხარდამხარ ყოფილიყავით უკრაინაში ახლა. ისე შეიძლებოდა თუ არა მომხდარიყო, რომ თქვენს დაღუპულიყავით, გიბოდიშებთ, ცხადია, გიორგი ანწუხელიძის და სხვათა, არა მხოლოდ გიორგი ანწუხელიძის გვერდით იბრძოდით და თქვენს დაღუპულიყავით 2008 წელს და მე ხომ ვიცი და რომ თქვენ იცით, რომ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო, იმიტომ რომ თქვენ თავდადებული პირები ხართ. ცოტა მიმძიმს ამ თემაზე ლაპარაკი და თავს ვუყრი აზრებს, მაგრამ მაინც უნდა თქვა ეს სათქმელია რა თქმა უნდა. ასე ჩამალვა ჩირგვებში, ბოდიშ ვიხდი თქვენ არ გეხებათ ეს სასაკვირველია. მოკლედ, ასეთი იერის მიღება რომ თქვენ თითქოს თქვენ არ გაგინებთ საქართველოს პარლამენტის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის დე-ფაქტო დეპუტატი ვინმე ბანდიტი დიმიტრი სამხარაძე, თიტო სამხარაძე, ასე მე მგონი არ გამოვა. ჩემი აზრით არ გამოვა. იმიტომ რომ მე მესმის რომ თქვენი მოთმინების ფიალა აქამდეა უხეშად ავხსნი, ხო, ასე. მაგრამ აქამდეც უნდა ამოივსოს რომელიღაც ეტაპზე, ანუ უნდა მოგყირჭდეთ ის ვითარება, რა ვითარებაშიც ჩაგვაგდო უკლებლივ ყველა ჩვენ სფეროში და ჩვენი მიმართულებით ამ ბანდა ხელისუფლებამ და პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც აქვე ვიტყვი ბარემ, რომ ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას და ამითაც ემსახურება დამატებით ამითაც ემსახურება რუსეთს. როდესაც ეს რობოკოპები და არაფორმალური რაღაც შეერაღებული ფორმირებები უპირისპირდებიან თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს და ჩაგრავენ, ესეც გეხებათ პრინციპში თქვენ, მაგრამ გარდა ამისა, ეს დაჩაგვრაც არის, ეს ქმედებაც არის ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისა, სწორედაც რომ რუსული
რუსული ქმედება და რუსული გინებაც მაგალითად აი გამსახურდიას მხრიდან, გიორგი გამსახურდიას მხრიდან თუ დიმიტრი სამხარაძის მხრიდან და კიდე ესეთი უზრდელები ბევრი გვყავს ჩვენს სივრცეში. მათ ყავთ უფრო ზუსტი რო ვიყო. ხო და როდემდე უნდა ითბინოთ მეთქი მე იარაღის ხელში აღებისაკენ არ მოგიწოდებ ცხადია. არანაირი უფლება არ მაქვს მოწოდებისა პირს რომელსაც რაღაც კი ბევრს გიცნობთ რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენი გილდია, თქვენი ჯგუფი ხართ, თქვენი ტკივილები გაქვთ, თქვენი ფიქრები გაქვთ და გარედან პირები არ უნდა მოგიწოდებდნენ თქვენ რაღაც ქმედითი ამგვარი ნაბიჯების გადაგმისაკენ, თუმცა მე კითხვა მაქვს, ხვდებით თუ არა რომ თქვენც ხართ შეულახულნი და შეურაცხყოფილნი. ახლა რაც შეეხება დიმიტრი სამხარაძეს, ტიტო სამხარაძე ბანდიტს, მე არ მგონია გულახდილად გეტყვით რომ ეს მისი თვით ინიციატივაა, კი ენა გრძელი კაცია და უზრდელი კაცია და თავხედი კაცია და მონაკაცია და რა ვიცი თუ გდებოდ კიდე 480 ეპითეტით შევამკობ მას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მისი თვით ინიციატივა, ეს არის ნებადართული ინიციატივა გაგიკვირდებათ და უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის მიერ თუ მხრიდან, ბევრი კი არ დამიჯერებს, მაგრამ მაინც დიახ, ბიზინა ივანიშვილს ესე გადაკვირით ნათქვამი ექნება რომ ესენი, ანუ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ხომ არა ქართველები არიან და მათი შელახვა, შეურაცხყოფა, გინება, ბულინგი, რა ვიცი, ხო? ეს სულაც არ იქნებოდა ცუდიო, რომელიმე სუფრასთან მისულ სუფრასთან პირ როგორ არის წვეულებაზე მისულ ბიზინა იმას რა გვარია ტიტო სამხარაძეს ეთყო და ამას გადაკვირით ბიზინა ივანიშვილი ან რომელიმე მისი ამფსონი, არა უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი უფრო და მისი შვილები ან მისი მეუღლე. ნებადართული ამბავია, რატომ? იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს სურს რომ გაანადგუროს უკლებლივ ყველა პიროვნება და ყველა ინსტიტუცია. ამითაც არის ის საქართველოს მტერი და სერგო ორჯონიკიძე და მოუკიდებელი საქართველოს ფუნქციონირებას, მუშაობას, იმიჯს, რა ვიცი, რაც გნებავთ ის თქვათ, ხო? რაც უწყობს ხელს, რაც პოზიტიურ იმიჯს უქმნის საქართველოს, ყველა ინსტიტუცია უნდა გაანადგურდეს ესე ნაწილ-ნაწილან ერთად. იუსტიციის სახლი გადავყლაპავთ, რა თქმა უნდა, ის სერვისები, რომლებსაც გვაწვდიდა იუსტიციის სახლი, ესეც უნდა დევალვირდეს. ჯანდაცვის სისტემა, განათლების სისტემა, ასე შემდეგ, საპატრიარქო დადუმებულები რო ხართ ანაფორებში გამოწყობილი მღვდელმსახურები, რომელთა უმრავლესობას რასაკვირველია ქრისტეს არ ემსახურება, მაგრამ მაინც თქვენც როგორებიც ხართ, თქვენც გაგანადგურებთ, ერთადერთი უნდა დარჩეს, ერთადერთი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რომელსაც ემონებიან არა მხოლოდ ნინო წილოსანები, არამედ სხვაებიც, ვინც სიძულებულნი იქნებიან დადუმდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუ შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადუმდნენ და არც საპროტესტო სტატუსი იყოს Facebook-ზე და მით უფრო არ იყოს საპროტესტო აქცია და ამ ამბავში რასაკვირველია უნდა დევალვირდეს, გადაითელოს სწორედაც რომ შეიარაღებული ძალები და ტიტო სამხარაძე ერთ-ერთი პირველი მერცხალია, ვინც შეუტია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და თითქოს მან ელაპარაკა მხოლოდ და ოდენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავენ უწინარესყოვლისა უკრაინაში და ასევე რასაკვირველია იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისათვის და შესანიშნავად ხვდებიან თუ უკრაინა გაიმარჯვებს ომში, შესაბამისად საქართველოს გაიმარჯვებს რუსეთთან დაპირისპირებაში უკვე შემდგომ, იმიტომ რომ მიჰყვება საქართველო უკრაინას და ამას დარაჯობენ და ამისათვის იბრძვიან და აი ამ ქსენოფობმა ესეთი რბილი ნათქვამია, ხო, ქსენოფობი არ არის ის, მხოლოდ ქსენოფობი არ არის ამ ბანდიტმა და ბიზინა ივანიშვილისაგან ნებამიცებულმა ტიტო სამხარაძემ შელახა ისინი თითქოს, მაგრამ შეგლახათ თქვენც, ხო და კითხვას ვიმეორებ, როდემდე უნდა ითბინოთ თქვენ ეს ყველაფერი და მოთბენაში მე იმ ჯარისკაცებს, იმ ოფიცრებს, იმ სამხედროებს მიმართავ, რომლებიც ამ ყველაფერს შესანიშნავად ხდებიან და გრძნობენ, რომ ხდებიან, რომ შეაგინარა ვინმეს კონკრეტულად ან ზოგადად საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მყოფებს უკრაინაში, ხო, თითქოს მხოლოდ იქ მყოფებს შეაგინარა, რეალურად მან შელახა სამხედროების მუნდირიც
იცით თქვენ ეს და თქვენს შეგლახათ ადამიანები, რომლებიც ან ახლაც ხართ შეიარაღებულ ძალებში, ან არა ხართ შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ კი იყავით 2008 წელს და შესაძლოა შემდგომ წლებშიც მონაწილეობდით საერთაშორისო მისიებში და გარდა იმისა, რომ ესეთი ჩვენ გვყავს 17-18-20,000 ჯარისკაცი, გარდა იმისა, რომ თქვენს პროფესიონალიზმს ხვეწდით, ხო თქვენ ატარებდით სამხედრო ფორმას და იყავით და ხართ უღირსეულესი კლავი. მეორე პირები და ნახეთ კიდევ ერთი დეტალი, კიდევ ერთი რაკურსი. აი ეს რობოკოპები რო ყავს, ბიზინა ივანიშვილს, ანუ სადამსჯელო ჯგუფები, რომლებსაც ხელმძღვანელი ხარება კი მოუხსდეს, მაგრამ მეორე ვინმე სხვა ბანდიტი მოვიდა, გვარიც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ვინ არის ახალი ბანდიტი ამ რობოკოპებისა, ანუ სადამსჯელო ბრიგადებისა. ნახეთ რას აკეთებს ბიზინა ივანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმიჯსა და რეპუტაციას უკუაგდებს, ანუ მეორე, მე-7 თუ 57 პლანზე გადასწევს და წინ წამოსწევს სწორედ ამ ბანდიტებს, რომლებმაც უნდა აჩვენონ, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან და ისინი წარმოადგენენ სწორედ თანამედროვე საქართველოს და თანამედროვე საქართველოს შეიარაღებულ ან ძალოვან სტრუქტურებში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ხოლო ჯარი კი ვინ მიგდია და რას მიქვია. მიუხედავად იმისა, რომ პომპეზურად ჩაატარეს სხვადასხვა 26 მაისის და ბოლოჯერ ჩაატარეს ამგვარად 26 მაისის აღლუმი, პომპეზურად კი ჩაატარეს, მაგრამ იცით თქვენ რა პრობლემებიც გაქვთ. ხო, პრობლემები გაქვთ, რა საკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეხლა ხანია დაიწყო ეგრეთ წოდებული თქვენი მოთაფლა და მოგცათ რა შედარებით მაღალი ხელფასები, პრემიებით შესაძლოა, ბინები დაგირიგათ რა, ამით ერთგვარად თქვენ გიბიძგათ იმისაკენ, რომ თქვენ გაჩუმებულიყავით და ყოველ შემთხვევაში კრიტიკულ ვითარებაში არა მოგეღოთ ხმა. მე არ მოგიწოდებთ ხმის ამოღებისაკენ და არც იმისაკენ მოგიწოდებთ, რომ დიტო სამხარაძეს და არა მხოლოდ დიტო სამხარაძეს უკაცრავად რუსულისთვის და დაუპადიეზდოთ სადმე და მოაჭამოთ თავი არაპირდაპირი მნიშვნელობით იმისათვის, რომ მათ შეურაცხო თქვენივე თანამებრძოლები 2008 წელს თქვენთან ერთად სანგრებში მყოფები, ოპერაციებზე გასულები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მცველები. მე ამისაკენ არ მოგიწოდებთ, ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ იმას კი გეკითხებით ან გთხოვთ, არა, გეკითხებით უფრო, როდემდე უნდა იყუჩოთ მეგობრებო, ჩემო, ჩვენო, საამაყო, ჯარისკაცებო, ოფიცრებო, სამხედრო ებო. ეს არის თავარი კითხვა. და კიდევ ალბათ მიუბრუნდები 20 წუთამდე მივიდეთ, როგორღაც სამოქალაქო ომს, რომელსაც პროვოცირებს წოდას რო ბიზინა ივანიშვილი, საქართველოს არ უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რა თქვა რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ, რომ ჩვენო ვიზრუნებთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეებს, გიბოდიშებთ ამას რომ ვამბობ, ძალიან მტკივა გულიო, მაგრამ ამას გავაკეთებთ იმიტომ და პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ არა იმიტომ სხვათა შორის, აი რეალური მიზეზი არის არა ის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ბევრია, საკმაოზე მეტია და კრიმინალური ქმედებებით დაკავებულნი არიან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ნაწილია დაკავებული არა. ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ევროპა ამაზე თვალს ხუჭავდა, არამედ იმიტომ შეგვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მაკონტროლებელი ჩვენი ქვეყნისა არ ეზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი ევროპის სახელმწიფოს მხრიდან თუ გნებავთ ვიტყვი, ერთ-ერთი პირველი ჩვენთვის სამწუხარო განცხადება. მე კი ვთქვი და ვიმეორებ იმას, რომ შეაჩერეთ. იქნება და ხალხი გამოფხიზლდეს და გამოვიდეს და დაამხოს კანონიერი გზით, რა საკვირველია. ეს ბანდა ხელისუფლება. იქნება და ეს იყოს ეგრეთ წოდებული დეტონატორი თუ ტრიგერი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მიყუჩებულნი არიან საკუთარ სამზარეულოებში და ვერაფერი ვერ დაინახეს გასული წლის აპრილიდან, მაისიდან, ივნისიდან, ივლისიდან, აგვისტოდან, სექტემბრიდან, ოქტომბრიდან, განსაკუთრებით ოქტომბრიდან, განსაკუთრებით ნოემბრიდან, დეკემბრიდან, როდესაც სისხლს ასმებდნენ მათივე მეგობრების შვილებს სხვათა შორის და არ დამაკონკრეტებინოთ მართლა, ვისაც გულისხმობ ამ შემთხვევაში.
ხო, გავცდით ალბათ 20 წუთს. იქნება და ეს იყოს ტრიგერი. ხო და ევროპისგან ეს პირველი სიგნალია და ევროპა უნდა თქვას რომ არ შემდგარი სახელმწიფოა საქართველოს უკვე ტუსკს უნდა ახვეს 1 2 5 7 10-იან ლიდერი და ანთლიანად ევროკავშირი როგორც ერთიანი სივრცე. ბიზინა ივანიშვილსაც ეს უნდა. ბიზინა ივანიშვილი ინსტიტუტებს ხო ანგრევს, ანუ დეინსტიტუციონალიზაციას აკეთებს ამ ქვეყანაში და გარდა ამისა ის აკეთებს თავისუფლებიზაციას, თავისუფლებას გვისპობს და შეგნებულად რასაკვირველია. თითოია სამხარაძეს და ნინოია წილოსანიც მისი ფრთების ფრთებქვეშ აღმოჩენილი ბარტყები არიან, რომლებიც ახმიანებენ იმას, რასაც თავად ბიზინა ივანიშვილი ჯერჯერობით არ ახმიანებს და როგორც გონიერი უბჭყალებოთ თუ ბჭყალებში კაცი მიმალულია ჩირგვებში, ხოლო სხვებს კი აყეფებს და სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს. ევროპამ თავად, ბრიუსელმა თავად უნდა თქვას, რომ ის ქვეყანა, რომელშიც სამოქალაქო ესეთი დაპირისპირებაა, ის არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, საიდანაც ისედაც არ მიდის პაპუაშვილის პარლამენტიდან მართული თუ კობახიძის მთავრობიდან მართული ქვეყანა ჩვენ და სამწუხაროდ, ესეც ფაქტია. ხო და აი გიორგი გამსახურდია ვახსენე. რომელმაც ის თქვა, რაც თქვა. ხო, ამ ახალგაზრდა კაცზე სუდი სიტყვები თქვა, არ უნდა ამოგდიოდეს ამგვარი სიტყვები. არავის არ უნდა ამოსდიოდეს, მაგრამ მით უფრო არ უნდა ამოსდიოდეს კაცს, რომლის მამაც თაწმინდანზეა დაკრძალული და რომლის მამაც საქართველოს პირველი პრეზიდენტია და მამის ხსოვნას მაინც უნდა სცე პატივი და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მამა შენი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ამით ლახავ არა მხოლოდ საკუთარ თავს, უშუალოდ შენ ოჯახსა. მეუღლეს ასე მაგალითად არ ვიცი სიმართლე და ყავს თუ არა ყავს რამდენიც ვიცი. არამედ პირველ რიგში მამის ხსოვნას და იმ რაღაც ტრადიციას, ბაბუისაც თუ გნებავთ ესე ვიტყვი. თუ გნებავთ ვიტყვი უფროსი ძმისაც მეთქი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ვინც არის და თუ გნებავთ ვიტყვი მეორე უფროსი ძმისაც მეთქი, რომელიც არ ვიცი სიმართლე გითხრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტნესი, მაგრამ ჯანმრთელობას კი უსურვებ. ყველაფერს ლახავს გიორგი გამსახურდია. ხო და გზაზრი რომ არ გამებნეს თუ ამებნეს თუ დამებნეს, ხო? იმას კი გეტყვით, რომ ამგვარი ტიპების ქვეყანას ქმნის ბიზინა ივანიშვილი მგონი, ყოველ შემთხვევაში ამას ვამბობდიან, ამის თქმა მინდოდა, შესაძლოა სხვა რამის თქმა მინდოდა, არ ვიცი. ბიზინა ივანიშვილი არის მოვლენილი იმისთვის, რომ საქართველოს დაანგრიოს. რაც მეც მოვუთმენთ ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილის დაავადებულებს, მით უფრო მეტად დაინგრევა საქართველოს, მათ შორის თქვენიც, ჯარისკაცებსაც მიმართავ და არა მხოლოდ ჯარისკაცებსაც. თქვენი საოცნებო საქართველოს, როგორიც იყო ის, როგორ საქართველოსეც ოცნებობდით. არ გაუვა. მაგრამ ამის მცდელობა კი აქვს. ნახვამდის.